ხალხი არისო იქ ჯარჩენილიო გურიაში და არა მარტო იმერეთში, ბევრგან თოვლში და ზოგ საჭმელიც აღარ აქვს უკვე და როდის უნდა ჩახვიდეთ დასახმარებლად. თოვლიანი დღეების დასრულების შემდეგ მას ვერი რაც მოიწმინდება ეს უკვე 28-29-ში 30-შიც კი. ხო, იქ მერე ბარემ 31-32 თებერვალი ცოტა მზეც გამოვა დადნება და 33 თებერვალისთვის ალბათ ჩახვალთ, ხო? მანამდე კიდე მოხალისეები, ემიგრანტები, რომლებმაც უკვე 10,000-ობით ლარი გადარიცხა იმ ხალხის დასახმარებლად. და ისევ ხალხი ხალხს თუ დაუდგება გვერდში, თორე თქვენ მარტო იაზვობა გეხერხებათ, ყველაფრის ნაცების დაბრალება, ალბათ ნაცებმა გამოიწვიეს ეს დიდთოვლობა და NGO-ებმა, თორე თქვენ ხო ყველაფერისთვის მზად ხართ, მეტი ხო არაფრის უნარი არა გაქვთ, ჭორაობა, ჭამაფულის და ყველაფრის სხვაზე გადაბრალება. ვიღაცა გამოვიდა 2-3 დღისთვისო ვერ ვიყიდით ტექნიკასო. მერე 3-4 წელი ისე უნდა იდგესო. 2-3 დღეში იხოცება ზუსტად ხალხი.